ზესემეკის წევრთან, გივი სანიკიძესთან ერთად განვაგრძობთ საუბარს. დილამშვიდობისა ბატონ გივი და მადლობა სტუმრობისთვის. დილამშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე უნდა ვისაუბროთ და რა ეტაპზეა ახლა პროცესი? მხოლოდ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული თუ მანამდე იყო რაღაც სამუშაოები ჩატარებული? დავიწყოთ იმით, თუ ახლა დაიწყება ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ამ პროცესში ჩაერთვება ცენტრალური ხელისუფლება და შესაბამის სამართალდამცავი ორგანოები დარწმუნებული ვართ ამ პრობლემას წარმატებით გაართმევენ თავს. იქედან გამომდინარე, რომ ამდენი წელია ადგილობრივ მუნიციპალიტეტზე ენერგოპროს ძალისხმევა სამწუხაროდ არ იყო საკმარისი ამ პრობლემის მოგვარებისთვის. თავარია რომ უკვე გადაწყვეტილება მიღებულია და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უკვე ყველა მხარე ჩაერთვება პროცესში, მათ შორის მარეგულირებელი კომისია და ენერგოპრო ჯორჯიასთან ერთად ამ პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას მივადებნებთ თავს. აი რა იქნება პირველი ეტაპი, საიდანაც დაიწყება? და როდის იქნება უკვე ის საბოლოო შედეგი, რასაც ქვია უკვე გამრიცხველიანება და მთლიანად ამ სისტემაში და რეგულაციებში მოქცევა ამ პროცესის. პირველი ეტაპი იქნება ენერგოპრო ჯორჯიას მიერ შესაბამისი გეგმის წარმოდგენა, რომელიც დაკავშირებული იქნება გამრიცხველიანების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და იგეგმოს უნდა დეტალურად აღნიშნული პროცესი კომისიის მეთვალყურეობის ქვეშ შესაკვირველია ჩვენ დეტალური ინფორმაცია და წარმოდგენა გვაქვს იქ ადგილობრივი ქსელის მდგომარეობის შესახებ არაერთხელ ვიყავით მესტიის მუნიციპალიტეტში პირადად მეც გახდით და ვიცით თუ რა მდგომარეობაშია დღესდღეობით ქსელი. გამრიცხველიანების პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელმაც უნდა გადაჭრას. თავარი პრობლემა თუ როგორ უნდა მოხდეს ქსელის განვითარების დაგეგმა. დღესდღეობით ქსელი ისეთ მდგომარეობაშია, რომ აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ თუ რა მოხმარებაა, სად არის დატვირთვის შესაბამის წერტილები, რომ მოხდეს სწორი დაგეგმა ქსელის რეაბილიტაციის და შემდგომ განვითარების. რა წილი უკავია მთლიან მოხმარებაში ენერგოპროს მომხმარებლებს გულისხმობთ მესტიის მუნიციპალიტეტის მომხმარებლების მოხმარებას, ანუ და ამ შემთხვევაში რა გავლენა შეიძლება ამან მოახდინოს მთლიან მომხმარებლებზე და მთლიანად ენერგოსისტემაზე, რომელსაც ენერგოპრო ფარავს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, თქვენ უკვე ახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 133 მილიონი კილოვატ-საათი არის წლიური მოხმარება. საშუალოდ ერთი მომხმარებელი საქართველოში თვეში მოიხმარს 327 კილოვატ-საათ ელექტროენერგიას. მაშინ, როდესაც მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მომხმარებლების შესაბამისად თუ ვიმსჯელებთ, ეს მოხმარება არის 7800 კილოვატ-საათი. წარმოიდგინეთ 24/11-ია, მაგრამ ვიცით, რომ რეგისტრირებული მომხმარებლების გარდა არსებობს ასევე არარეგისტრირებული მომხმარებლები, რომლებიც თვითნებურად ერთდებიან ქსელზე და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ყველა რეგულაციის დარღვევას რო თავი დავანებოთ, ეს სიცოცხლესთვის შეუსაბამო ქმედებაა და ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, რასაც სამწუხაროდ ენერგოპრო ჯორჯია ვერ აკონტროლებს და აღნიშნული პრობლემის მოგვარება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ აღარ მოხდეს თვითნებურად ქსელზე მიერთება. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 10-ჯერ, 12-ჯერ უნდა შემცირდეს მოხმარება მას შემდეგ, როდესაც გამრიცხველიანება სრულყოფილად მოხდება და მომხმარებლებს ეცოდინებათ, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ზუსტად აღირიცხება. ბატონ გივი, ადრეც იყო მცდელობები, თქვენც აღნიშნეთ, რომ ენერგოპრო ამას ვერ მოერია და იყო მცდელობები, რომ მართლაც გამრიცხველიანება მომხდარი იყო და ჩაიშალა ეს პროცესი არაერთი მცდელობის მიუხედავად. რა გარანტია არსებობს ეხლა, რომ იგივე წინააღმდეგობას არ წააწყდებით და იგივე ისე არ დაზიანდება პროცესი, როგორც მანამდე? აღნიშნულის გარანტიას და იმედს გვაძლევს გუშინდელი ბრიფინგი სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესს გაუწიოს კოორდინაცია და შესაბამისად მათი უშუალო ჩართულობით მოგვარდეს ეს პრობლემა. აუცილებელი იყო ეს გადაწყვეტილება, სხვანაირად ეს პრობლემა აქამდე ვერ მოგვარდა და თუ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები ჩაერთვებიან პროცესში, ადგილზე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მივა ლოგიკურ დასასრულამდე და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა. დარწმუნებული ვარ, ახლა მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ძალიან აინტერესებს ის, რა იქნება ლიმიტი, რა იქნება მათი პირობები გამრიცხველიანების შემდეგ, რა დარჩებათ არსებული, ვთქვათ, შეღავათებიდან და რა აღარ ექნებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ შეიძლება მივიჯელოთ მხოლოდ გუშინდელი ბრიფინგიდან გამომდინარე, რომ შეღავათები შენარჩუნებული იქნება. რა შეღავათებზეა ხო საუბარი? გარკვეული ლიმიტის ფარგლებში ეს ზუსტად გამომდინარეობს იქედან, რომ როდესაც აღრიცხვა მოწესრიგდება და ჩვენ შევხედავთ
თუ რა არის რეალური, ასე ვთქვათ, ნორმალური მოხმარება თითოეულ აბონენტთან მიმართებაში, როგორც გუშინ გაცხადდა, ეს ლიმიტის ფარგლებში არსებული ელექტროენერგია დარჩება უფასოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მხოლოდ გარკვეული ზღვრის შემდეგ იქნება ტარიფი გადასახდელი. თუმცა მე მინდა აქვე განმარტება გავაკეთო, რომ კომისია მას შემდეგ, რაც აღირიცხება ეს ელექტროენერგია, ბუნებრივია მის მიერ დადგენილი ტარიფი ეს ცვლილებას ვერ განახორციელებს. ენერგოპროჯორჯია უნდა დაარიცხოს აღნიშნული ტარიფი, რაც კომისიის მიერ არის დადგენილი შესაბამის მოხმარებლებს, მაგრამ როგორც ჩვენ გვესმის, აქ ამოქმედება სახელმწიფოს სუბსიდირების მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტად იმ უფასო ელექტროენერგიის მიწოდებას იმ მოხმარებლებისთვის, ვისთვისაც აქამდე ეს ელექტროენერგია უფასო იყო, თუმცა გარკვეული ლიმიტის ფარგლებში, რომელიც შესახებაც საუბარი შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, როდესაც გამრიცხველიანად მოწესრიგდება და უკვე გვეცოდინება თუ რა და რაოდენობით ლიმიტზე შეიძლება იყოს საუბარი. ანუ ჯერჯერობით ეს კითხვები ღიაა, ხო? ლიმიტის, ტარიფის და კრიტერიუმები თუ არის განსაზღვრული, ვის ეხება, რა ტიპის მოსახლეობას თუ ყველას მესტიის მუნიციპალიტეტში? როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, სავარაუდოდ ეს შეეხება ყველა მოხმარებელს, თუმცა ჩვენ ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გაგვივლია. კიდევ ერთხელ მოგახსენეთ, მარეგულირებული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი ბუნებრივია ვერ შეიცვლება, ეს არის თავიდან ბოლომდე საქართველოს მთავრობის პრეროგატივა და უფლებამოსილება, რომელსაც ის განახორციელებს მიზნობრივი სუბსიდირების კუთხით და ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უფრო დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გვეცოდინება. ანუ მერმა თქვა, რომ ყველა მომხმარებელი, რეგისტრირებული მომხმარებელი მიიღებს უფასო ელექტროენერგიას. თავარი არის, რომ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს ის მომხმარებლები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული. ეს არის აუცილებელი პირობა, შესაბამისად პირველ რიგში უნდა დამონტაჟდეს საბალანსო მრიცხველები, რათა შეფასდეს დატვირთვის წერტილები და შემდგომ უკვე დაიგეგმოს ქსელის განვითარება და მოწესრიგდეს უკვე ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რომელიც საბოლოოდ მოგცემს სრულ სურათს, რომლის შედეგად უკვე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება იქნება შესაძლებელი. ჩვენ კომისია ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ჩავერთვებით ამ პროცესში, ენერგოპროჯორჯიას ყველანაირად შეუწყობთ ხელს, იქნება ეს გამრიცხველიანების დაგეგმა, ქსელის განვითარების დაგეგმა, რომელიც საინვესტიციო გეგმებში უნდა ისახოს თავისთავად ცხადია და აქტიურად მივიღებთ ამ კუთხით მონაწილეობას. აუცილებლად უნდა გკითხოთ, ახლა ძალიან ცოტა დრო გვაქვს და მინდა ეს თემა მოვასწროთ. თქვენ თქვით, რომ ეხლაც მაგაზე მიანიშნეთ, რომ თქვენ იქნებით ძალიან აქტიურად, CEMEC იქნება აქტიურად ჩართული ამ შეფასების პროცესში, რომ ენერგოპრომ ეს ხარვეზიანი სისტემა მოაწესრიგოს. რაოდენობის ინვესტიცია დაახლოებით ესეთი ტიპის გამოცდილება რას გვაჩვენებს, რა შეიძლება იყოს ინვესტიცია და იქნება თუ არა ეს ინვესტიცია იმ მოცულობის, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს და დღის წესრიგში დადგეს ტარიფში ასახვა. რაც შეეხება ინვესტიციებს, ანუ წარმოიდგინეთ, მთელი მუნიციპალიტეტი უნდა გამრიცხველიანდეს, ასევე გადატვირთვების გამო ქსელის მდგომარეობა იმდენად ცუდია, რომ აუცილებელია მისი რეაბილიტაცია, ასევე მუნიციპალიტეტის კვებავი ხაზის რეაბილიტაცია აუცილებელი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციებზე იქნება საუბარი, რომელიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ეს მყისიერად ეს რა თქმა უნდა ვერ განხორციელდება. მაგრამ ამ ინვესტიციებთან დაკავშირებული დანახარჯებთან შედარებით იმდენად დიდი სიკეთე იქნება. ის რომ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა შემცირდება, როდესაც ყაირათიან მოხმარებასთან გვექნება უკვე საქმე და ეს აისახება დადებითად დანახარჯებზე, ასე რომ ამ ინვესტიციების დანახარჯებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ის დიდი სიკეთე, რასაც ჩვენ საბოლოოდ გამრიცხველიანების შედეგად მივიღებთ, ასე რომ ტარიფზე ზემოქმედება ამასთან არ იქნება მნიშვნელოვანი. თუმცა შეიძლება დადგეს, ხო, ეს გააჩნია რა მოცულობა. ეს დადგება გეგმიური გადახედვის პროცესში, როდესაც ჩვენ სხვა დანახარჯებთან ერთად ბუნებრივია ამ ინვესტიციებსაც გავითვალისწინებთ, თუმცა ასევე გავითვალისწინებთ იმ შეღავათებს, რომლებსაც ეს პროცესი გამოიწვევს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ნაწილში, რაც ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ასევე დანაკარგების შემცირების ნაწილში, რაც დადებითად აისახება ტარიფს. და ერთი კითხვაც მინდა დაგისვათ აუცილებლად გუშინდელი გადაწყვეტილების გახმოვანების დროს, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ლარ ნახევარს იხდის თითოეული მომხმარებელი ზედმეტად, ანუ ტვირთა დაწვება. ამ მომხმარებლის
მათთვის რა შეიცვლება, არა მესტიის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლისთვის. მოლოდინი გაუჩნდა ადამიანებს, გაუჩნდათ, რომ შესაძლოა მათ ტარიფი შეუმცირდეთ, ეს რეალური მოლოდინია თუ არ უნდა ელოდონ ტარიფის შემცირებას. ზუსტად ის სიკეთე, რასაც გამოიწვევს აღრიცხვანების მოწესრიგება, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, დანაკარგების შემცირება, ეს აისახება ყველა მოხმარებელზე თანაბრად და თავისთავად ცხადია ეს გულისხმობს, რომ ენერგოპროს დანახარჯებზე, ასე ვთქვათ, იქნება შესაბამისი შეღავათი, რაც აისახება ყველა მოხმარებელს. ანუ შესაძლოა ტარიფზეც აისახოს. დაველოდოთ მაშინ პროცესებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა მაინც ძალიან ღიაა ჯერჯერობით. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გივი მობრძანებისთვის. ჩვენს მაყურებელს ვეტყვით, რომ ჩვენი სტუმარი იყო კიდევ ერთხელ გივი სანიკიძე, სემეკის წევრი.